ახლა პირდაპირ ეთერში ვთავ ჩვენს კორესპონდენტს ანა ლაპიაშვილს, რომელიც პირდაპირ ეთერში ისაუბრებს ანა გისმენთ. ჩვენი სურჩებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, სადაც კომენტარი შეგვიძლია ახლა უკვე ბატონ გოგა გაბაშვილისგან ავიღოთ. ბატონ გოგა, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 10 თვის ბავშვი იპოვეს ქვევრში და დედამისი ამტკიცეს, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება მუქარას, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ ხორციელდებოდა. კაცრავად, მე აქ არ გამოსვლა ის რამე პოლიტიკური კომენტარი გავაკეთე, რომ პოლიტიკა მართლა არაფერს შუაში არ არის. ახლა ესეთი თემებით манипуლირება პირდაპირ მინდა უთხრა ბერიკაშვილს, ალასანიას, ვინც იქ არიან პოლიტიკოსები. ეს არის გაუგონარი უსინდისობა და პირდაპირ მინდა უთხრა ჟურნალისტებს, ვინც ესეთი თემებით манипуლირებენ. ესეთი ბოროტება, რომ ადამიანებს ჩვილი ბავშვების კვლელობა დააბრალო, ან თქვენი სადეპუტატო სკამები რა დღის, ან ეს თელი პოლიტიკა რა დღის, რეებს კადრულობთ, რეებს აკეთებთ, გულში რა გიდეოთ, რა მეთოდებით იბრძვით, რაზე აშენებთ თქვენ პოლიტიკურ კაპიტალს, ნამუსი არა აქ ან იმ ბერიკაშვილს, ან იმ ალასანიას, ან იმ პარტიას. ის ფაქტებიც, რომ შეიძლება დაშინება ხოლმე. ხალბატონო, რა შუაშია პოლიტიკა, რა შუაშია ვინ ჩვილი ბავშვების კვლელობა, რა თემებს ატრიალებთ, რას აკეთებთ საერთოდ? საცხადებენ ოჯახის წევრები და ინფორმაციის გადამოწებას ვცდილობ. პოლიცია იქ ჩასულია, ყველაფერი გაირკვევა. რა მოხდა, რა არის, როგორ არის, უბედური შემთხვევაა, ვინმე ადამიანი ამაში გარეული, ვინმე ბოროტება ჩაიდინა, ვიღაცამ ესეთი ამაზრენი საშინელება ჩაიდინა, მაგრამ პოლიტიკურ კამპანიას აკეთებთ ამისგან არჩევნების წინა დღეს ხალხო. მართლა გაგიჟდით? ან თქვენი ტელევიზია, ან თქვენი ბიძინა, ან თქვენი ის ფულიანი ხალხი, ან ეს პოლიტიკოსები გაუბერეს მართლა გაგიჟდით? ამის საქმეად გამოვიდი, მეტი არაფერს თქვენ. მადლობთ ბატონ გაბაშვილს, ეს იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კომენტარი, რომელიც ჩირო თაქთაქიშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესპიკერის შემდეგ დამატებით კომენტარი გაკეთდა. ისინი ამ ყველაფერს უწოდებენ პოლიტიკურ манипуლაციას და აცხადებენ, რომ ის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა რეალობას არ შეესაბამება.